გამარჯობათ მეგობრებო, მოვუსმინოთ ჩანაწერს. მარტივი სიტყვით რო თქვა, ტრანსცენდენტალური არსება. კი. კარგი, ესე იგი, წინაზეც ვისმენდი შენ საუბარს და შენ თქვი, რომ ღმერთი არის არსება, რადგან არსებობს ის. ამაში ზოგადად შენ მსჯელობაში აქ ვერაფერი არ მეპარება, პირიქით აუტოლოგიური ლოგიკური, ესე ვთქვათ, მსჯელობა არის და ოკეი არის, მაგრამ შენგან მინდა არსებობის დეფინიცია. რომ მიხვდე რას გულისხმობ, როდესაც ამბობ ღმერთი არსებობს, რადგან არსებობის დეფინიციას თუ არ მეტყვი, ეგ სიტყვები უბრალოდ არაფერს არ ნიშნავს. რის დეფინიცია ბოდიში? არსებობის დეფინიცია. შენ თუ ამბობ, რომ ღმერთი არსებობს, ღმერთის დეფინიცია შენგან გავიგე, ახლა მაინტერესებს არსებობას რას ეძახი. არსებობას ვეძახი, ანუ როდესაც შეგიძლია, მოიცა, არსებობას ვეძახი, არა, აი ხა ამ არსებობის დეფინიცია რო გავაკეთო, ანუ სხვადასხვანაირად არის. რეალობაში არსებობს რა, მოდი მაშინ ასე ვიტყვი მარტივად, იმიტომ რომ სხვა რაღაცებზე რო გავცნობ. კარგი, რადგანაც ამბობ რეალობაში არსებობს, ახლა რეალობის დეფინიცია მითხარი, იმიტომ რომ შენი განსაზღვრებით ღმერთი თუ არსებობს და ის თემი განსაზღვრებით დავასრულებ და რა თქმა უნდა მოგისმენ, მაგაზე პრობლემა არ გვაქვს. რადგანაც თუ ამბობ რომ დროის და სივრცის გარეთ არის ღმერთი, ესე იგი რეალობას შენ შეიძლება დროსა და სივრცესაც უწოდებდე, მაგრამ ასევე შენ უნდა მომცე რეალობის დეფინიცია, რომელშიც დრო და სივრცე არ არის. აი, გისმენ? კი ბატონო, ნახე, მე საერთოდ რეალობის სხვა დეფინიცია მაგ დარწმუნებული ვარ შენგან განსხვავებით, იმიტომ რომ რეალობის მაგალითად სიმართლის დეფინიცია ჩემთვის არ არის ის, რაც რეალურ სამყაროს ერგება, იმიტომ რომ რეალური სამყარო შეიძლება სუბიექტური იყოს, იმიტომ რომ სხვადასხვანაირი ხედვა აქვს სამყარო. ამიტომ ჩემთვის საერთოდ რეალობის და სიმართლის დეფინიცია არის ის, რაც ღმერთის პერსპექტივიდან არის რეალური. არსებით, ტრანსცენდენტული არსებით, რომ პირველი წყარო ყველაფრის, რომელმაც ყველაფერი შექმნა. კი, ეგ ჩემთვის რეალობა არის ის, რაც ერგება იმის რეალობას, კი, ეგ მივხვდი, მაგრამ მოდი ახლა მე პირადად ფორმალური ლოგიკის მოყვარული პიროვნება ვარ, მაგ საკითხთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, მოკლედ სტატიების მოხდაწერა, ასე შემდგომ, თავს არ მოგაწყენ ხო ხდები, მაგრამ მოდი ესე მარტივად განვიხილოთ. ესე იგი, შენ თქვი, რომ ღმერთი არის არსება, ანუ ის არსებობს. შესაბამისად, შენ პირდაპირ ამბობ იმას, რომ არსებობა არის პრედიკატი, ხო? ანუ ღმერთი არსებობს. ღმერთი არის სუბიექტი, არსებობა პრედიკატი. ეგ გასაგებია. არსებობის დეფინიცია შენ მომეცი ამგვარი, რომ ის არსებობს რეალობაში. ნუ შემეძლო ამაზე გამოგყოლოდი და მაინც არსებობის დეფინიცია მომეთხოვა, მაგრამ ნუ კეთილგანწყობილი ვარ შემემართ, ამას არ ვიცავ, საინტერესოა. ხო, ესე იგი, მოდი ესე ვთქვათ რა, შენ თუ ამბობ, რომ ღმერთი არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის რეალობაში არის, მაშინ რეალობა და ღმერთი განსხვავებული ინსტანციები არის. ამიტომაც ან ღმერთისგან უნდა წარმოიშობოდეს რეალობა, ან რეალობისგან ღმერთი. თუ შენი ჩემთვის ამ ორი რაღაცის გამოცალკევება არ ხდება, ანუ უბრალოდ ისე ატყეურე, მაგალითად მე ქრისტიანული პერსპექტივიდან რომ ვიღებ, მაგალითად შენ რომ მითხრა, რომ პიროვნება არ შეიძლება ღმერთი იყოს და პიროვნება სხვა ღმერთი სხვა არა, ანუ ერთი არა ეს ყველაფერი ხო ხდება. კი, ეგ მესმის. მოდი მაშინ ესე ვთქვათ, შენი აზრით რეალობა არის ღმერთის თვისება? არა, რეალობა გამომდინარეობს ღმერთის ბუნებიდან. ღმერთის ბუნება. კარგი, მოდი ესე ვთქვათ, თუ ღმერთის ბუნებიდან გამომდინარეობს რეალობა, ესე იგი ღმერთის ბუნება არის წინამდებარე უფრო მაღალი კატეგორია და ქვეკატეგორია არის რეალობა, ხო? ანუ ღმერთის ბუნება უფრო მაღალი კატეგორია არის, ვიდრე რეალობა. მისმენი, ანუ ღმერთის ბუნების და რეალობის გამოცალკევება არ ხდება ჩემთვის, ანუ კი, ეგ მესმის, მაგრამ მაშინ როგორ ამბობ, რომ გამომდინარეობს? ხო, ანუ ღმერთის, ანუ იდენტური მასზეა, ამიტომ რაღაც შემოხდეს რომ ოკეი, თუ იდენტურია, მაშინ იმას ვერ ვიტყვი, რომ გამომდინარეობს, იმიტომ რომ გამომდინარეობს ნიშნავს, რომ რაღაც ერთი არის, რისგანაც გამომდინარეობს მეორე, ხო მეთანხმებ? გამომდინარეობს? კი, ანუ შენ თქვი ესეთი სიტყვები. კონკრეტულად გამომდინარეობს, არ ვხმარობ სიტყვას ღმერთთან მიმართებაში, გამომდინარეობს ამბობ ჩემი პერსპექტივიდან, მოხდე? კარგი, ნახე, შენ თქვი, რომ ღმერთი არსებობს რეალობაში. ეს თუ ნიშნავს შენ თუ ამბობ, რომ ღმერთი და რეალობა არის ერთი და იგივე და მათი გამოცალკევება არ შეიძლება, შენ ეს რა პროპოზიციას მომაწოდე არის არაინფორმაციული. იმიტომ რომ მე რო ვკითხე არსებობის და რეალობის დეფინიცია, შენ მაშინ მეუბნები მხოლოდ ერთ სიტყვას, ღმერთი. ოღონ უფრო ცვლად მეუბნები ამას. შესაბამისად, შენი რეალობის, არსებობის და ღმერთის დეფინიცია თუ ერთმანეთს ერგება,
მაშინ როდესაც გეკითხები რას გულისხმობ როდესაც ამბობ ღმერთი არსებობს ამაზე ვერ პასუხობ აი მაგალითად შენ თუ მკითხავ არსებობის დეფინიცია მითხარიო მე როგორც პანთეისტი მიგითითებ დროსა და სივრცეზე იმიტომ რომ დრო და სივრცე უფრო ზოგადი კატეგორიები არის ვიდრე მასში არსებული მატერია მაგრამ როდესაც შენთან მოდის საქმე ღმერთის არსებობის დეფინიციაზე როდესაც დგება საუბარი მაგ შემთხვევაში შენ უბრალოდ ამბობ ერთ სიტყვას ღმერთი ოღონ უფრო ცვლად ეხლა ცნების საკითხზე მეორე ნაწილი კანონით რომელიც არის იდენტობის კანონი სმენია დარწმუნებული კი ახლა მოდი ესე ვისაუბროთ შენ შეგიძლია მითხრა ღმერთის იდენტობაზე რაიმე ოღონ აქ არ ვსაუბრობ მე სკრიპტურაზე ანუ სკრიპტურული კითხა არაფერი ნახე ეხლა შენ სიმართლის მტკიცება არის შენი რომ იდენტობის კანონს ეწინააღმდეგება კი ავიღებ მაგ მტკიცების თუ ერთს ავიღებ მაგ მტკიცებას არა ის მე არ შემიძლია არაფერი კი, მოდი განვიხილოთ რამდენიმე პერსპექტივა. მაშინ თუ მომისმენ ის ზუსტად დამჭირდება 2 წუთი დიდი ალბათობით. ესე იგი, მოდი განვიხილოთ ესე. დაუშვათ დაშვებას ვაკეთებ assumptions, დაუშვათ რომ ღმერთი არის მენტალური, როგორც ამას ტრანსცენდენტალურ აბრამისტულ რელიგიებში გვასწავლიან აპოლოგეტები, ხო? ამ შემთხვევაში თუ ჩვენ ვიტყვით რომ ღმერთი არის მენტალური და მატერია არსებობს, ლოგიკურ დონეზე იდენტობის კანონის საწინააღმდეგოა რომ ღმერთი შეექმნა მატერია, იმიტომ რომ იდენტობის კანონი ზუსტად დედუქციურად გვეუბნება იმას, რომ თუ აუდრის 100, 100-გან გამომდინარეობს ის რაც 100 ნაწილია. თუ ღმერთი არის მხოლოდ მენტალობა, მისგან მატერია ვერ წარმოიშვებოდა. ახლა შეუბრუნდეთ მეორენაირად ამ საკითხს. თუ დაუშვებთ ჩვენ რომ ღმერთი არის მატერია და არა მენტალობა, ჩვენ ვიცით რომ არსებობს მენტალობა, ისევე როგორც მატერია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ფიქრები და კანტიანურად რო შევხედოთ ამას ფიქრები ადგილს იკავებენ მხოლოდ დროში და არა სივრცეში, შესაბამისად ღმერთი იგივენაირად ვერ შექმნიდა მენტალობას. ამიტომაც ამ ორ პერსპექტივას ოდესაც შევხედავთ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ აი აქ იდენტობის კანონი ირღვევა. რაღაც შევქმნა ეხლა მაგალითად ადან არ გამოდის, ანუ ამას მეუბნები არა, მაგას არ გეუბნები. ახლა გიპასუხებ მეგობარო, ანუ მე მესმის შენ რატომაც მითხარი სისულელად თქვი, ზოგადად მეც პირდაპირ ადამიანი ვარ, მაგასთან მიმართებით არანაირი ის ამაქვს რა, ემოციური დამოკიდებულება. ჩემი აზრით შენ იმიტომ მითხარი სისულელას ამბობ, რომ უბრალოდ ვერ გაიგე რას ამბობდი და შევეცდები უფრო მარტივად დავხსნა ეს ყველაფერი. მე წავედი უფრო იდენტობის კანონით თვითონ რასაც ნიშნავს მაგაზე. ახლავე აგიხსნე შეხედე ანუ იმის და მიუხედავად რომ შენ არ გიხსენებია ღმერთის ესე ვთქვათ თუნდაც კონტინგენტურია ღმერთი თუ არ არის კონტინგენტური და ასე შემდგომ თუნდაც ამ თვისებებზე და პრედიკატებზე შენ რო არის საუბრე ამის და მიუხედავად ღმერთს შეიძლება მხოლოდ ჰქონდეს ორნაირი ბუნება ან სამნაირი მოდი დავუშვათ სამნაირი ან მენტალური ან მატერიალური ან ორივე ერთად თუ შენ რაიმე მესამე ინსტანციასაც აღიარე არა მე არც უშვებ რომ ღმერთს შეიძლება მატერიალური კონდეს რა კი ანუ მენტალური არის ხო გონიერი არსება კი მე ანუ მენტალური არსება არის დიახ ახლა მომისმინე მითხარი როგორ არის შესაძლებელი მენტალური არსებიდან მენტალურმა არსებამ წარმოშვას მატერია თუ მასში საერთოდ არ მოიპოვა მატერია ანუ გაგიმარტივებ კითხვას როგორ შეიძლება რკინისგან შევქმნათ ხის მაგიდა ისმენთ. მოდი დაგიმარტივებ კითხვას და როგორ შეგიძლია შენ შექმნა სკამი, როდესაც სკამი შენგან არ გამომდინარეობს ამას მეკითხები და გეტყვი ახლა. არა, გეტყვი ახლა. იდენტობის კანონს ეს ეწინააღმდეგება შენ რო კანონი. არა, ნახე, მე არ ვარ მენტალობა, მე ვარ მატერია, მე შემიძლია მატერია მოვიპოვო, იგივე ხე და მისგან მატერიისგან, ანუ დავამზადო მაგიდა, მაგრამ შენ ამბობ რომ ღმერთი არ არის მატერია, მას მატერია არ გააჩნია, ის იყო ყოველთვის სრული მენტალობა და გეკითხები, როგორ შექმნა სრული მენტალობა მატერია. სუბსტანციურ განსხვავებაა. წმენ ღმერთი თავისუფალი არსება. სრული მსჯელობა არის, ლოგიკურ შეცდომას უშვებ ამ მსჯელობაში, იმიტომ რომ შენ მიყვები არა დედუქციას, არამედ ნეგაციას, რომელიც დედუქციურ ლოგიკაში არასწორი ამ შემთხვევაში. ზოგადად ნეგაცია არ არის არასწორი. მოკლედ, ესე იგი მოდი ესე ვთქვათ რა შენ თუ მატერიაზე მაგას ამბობს რომ მაგას ამბობ რომ არ შეიძლება რომ ასე ვთქვათ მატერიის შექმნა იყოს მოერთი ადგილ გამოწვევის მიზეზი დაშირდებოდა ანუ კაუზა დაშირდებოდა ერთგვარი ამ შემთხვევაში მენტალობაზეც იგივე გამოდის იმიტომ რომ მენტალობასაც სჭირდება კონკრეტული კაუზალურობა შეიძლება ეს იყოს იმანენტური შეიძლება ეს იყოს ტრანსცენდენტური მაგრამ ჩვენ ვიცით რომ მენტალობასაც აუცილებლად სჭირდება კაუზალურობა შესაბამისად აქედან შენი მსჯელობა მატერიაზე ერგება მენტალობასაც და მაშინ ვერც მენტალური უნდა ყოფილიყო და ვერც მატერიალური მოდი ახლა შენ ძალიან ბევრჯერ ახსენი თავისუფლება მინდა რომ აი მაგას როგორ ხედავ ღმერთთან მიმართებაში ეგ ამიხსნა აი ნახე ბოდიში სანამ გადავოხდეთ ეს խոսს გავიმერო თუ დროს ივსეს მატერიას აქვს დასაწყისი შესაძლებელია თუ არა რომ გამომწვევი მიზეზი იყოს თვითონ მატერიისგან როდესაც მატერია არ არსებობდა კონკრეტულ მოვლენამდე ამას გეკითხები გიპასუხებ თუ ყველა სახის დროს და ყველა სახის სივრცეს
აქვს დასაწყისი, მაშინ ამის გამომწვევი მიზეზი ვერც მენტალობა იქნებოდა, ვერც მატერია, იმიტომ რომ ეს იქნებოდა ლოგიკური შეცდომა, რადგან თუ მას ექნებოდა გამომწვევი ეგრეთ წოდებული მიზეზი, კაუზალურობა, ეს მენტალობა ნამდვილად ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ მენტალობა მატერიას ვერ გამოიწვევდა, ეს ლოგიკური ფალასია და თუ ეს მატერია იქნებოდა უსასრულო რეგრესია. მოიცა გონება რომ მატერიას ვერ გამოიწვევს, მაგალითად მე ღმერთის ბუნება მე მჯერა რომ ღმერთი არის არსება, რომელიც საკუთარ რეალობას ქმნის. ანუ რა ლოგიკურ წინააღმდეგობა ხდება? ეს ანუ ახლა კი ამოვწუროთ ახლა ვეკითხოთ. მოდი რადგანაც მაყურებლისთვისაც და ზოგადად არავისთვის დამაბნეველი არ იყოს, სხვა საგნები ავიღოთ. აი მაგალითად ა დავიღოთ ხ. ა იყოს ხ. და დავსვათ მარტივი კითხვა. ხომ გთხოვ არ გამაწყვეტინო რომ ორჩები კითხვა. არ კი. ა დავიღოთ ხ. ჩვენ თუ ვიტყვით, რომ ხიდან შესაძლებელია მხოლოდ ხიდან გამოვთვალოთ რკინის სკამი, ეს იქნება ლოგიკური შეცდომა, რადგან ხ არ შეიცავს. ხ არ არის რკინა და აქედან ვერ გამოთვლით ამას. მოდი ახლა ავიღოთ უსასრულო არსება, რომელსაც გააჩნია პიროვნება, როგორი პიროვნებას კიდე ისეთი გააჩნდეს და ვთქვათ, რომ ის არის მხოლოდ მენტალობა. ამ თავისი მთლიანი პიროვნებით. ანუ მენტალური ხასიათი, მენტალური ბუნების მქონე არსება არის. მენტალური ბუნების მქონე არსება არის ხ, რომლისგანაც მატერია, ანუ რკინის სკამი ვერ წარმოიშობა. და თუ შენ იტყვი იმას, რომ ოკეი, ღმერთს გააჩნია მატერიალური ხასიათიც, მაგ შემთხვევაში გეტყვი, რომ კი, ის შექმნა მატერიას, მაგრამ მათ მივიდივართ სხვა პრობლემებამდე. მაგრამ როგორი ხასიათიც არ უნდა ქონდეს შენ ღმერთს, როგორი ბუნებაც არ უნდა ქონდეს მას, როგორიც არ უნდა იყოს ის თუ მხოლოდ მენტალობაა, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შექმნიდა მატერიას შენი ყოვლისშემძლეობის დეფინიციიდან გამომდინარე. თომა ფინელის დეფინიციას იყენებ.